ინფორმაციის თავისუფლების გავითარების ინსტიტუტმა ფონდ ღია საზოგადოებას საქართველოს ოფიში რეგიონული მაუწყებლობის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მოდელის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას რეგიონული მაუწყებლობისა და საქსელო პროვაიდერების წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები დაესწრნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული მაუწყებლობის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საჭიროებას, ასევე წარმოდგენილი იყო IDFI-ის ხედვები და რეკომენდაციები. პროექტის ფარგლებში დღევანდელი შეხვედრა რიგით მეორეა. 2015 წლის ივნისისთვის საქართველოს უნდა უკვე დასრულებული ქონდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკითხები მოგვარებული. შესაბამისად, ეს საკმაოდ მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს. კონკრეტული პრეზენტაცია ეხება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკითხებს რეგიონული მასშტაბით, ანუ ლოკალური მცირე ზომის მულტილექსორების ამოქმედებას რეგიონული მაუწყებლებისთვის. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაზე თქვენ გესმით ალბათ, რომ ძალიან ხშირად საუბრობენ, მაგრამ ძალიან ცოტა საკეთებენ. ფაქტიურად არ არის წინგადადგმული ნაბიჯები არ ჩანს, ხელისუფლებაც ნაკლებ აქტიურობას იჩენს, ამიტომ ჩვენ იძულებული გავხდით თვითონ გვეფიქრა საკუთარ თავზე და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ შეიმუშავა თავისი კონცეფცია. ვარიანტი ეს, რომელიც წარმოადგენა დღეს ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა, უფრო მისაღებია, რადგანაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი ზონის შენარჩუნებას, თავის გადარჩენას, ხოლო ზონის დანარჩენი ნაწილი შეიძლება დააფაროთ თანამგზავრული მაუწყებლობით.